სიტყვა, რომლის შინაარსიც, ჩემი აზრით, ქართულად შემდეგნაირად ჟღერს. შეუშალე ხელი სიკეთის კეთებაში. აი ამ სიტყვას ერქვა კოჰაბიტაცია. კოჰაბიტაცია, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩა იმ დასრულებამდე. კოჰაბიტაციის დასრულებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე და მზადება ახალი საქართველოსთვის. ეს იყო ის მთავარი გზავნილი, რითაც კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდში ამორჩევლის წინაშე წარსდგა. მარგველაშვილი მოსახლეობას მსახიობმა ნანა შონიამ წარუდგინა. საარჩევნო კამპანია ზუგდიდში პრემიერ-მინისტრი დაესწრო, რომელმაც ამორჩევა სიტყვით მიმართა. ბიძინა ივანიშვილმა გასულ 1 წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოალიციამ მოახერხა 1 წლის განმავლობაში უამრავი პროექტის განხორციელება სოფლის მეურნეობის, სოციალური საკითხების, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების მიმართულებით. მან ასევე პირობა დადო, რომ თითოეული დევნილი ოჯახი საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნდება და ქვეყანა 20 წლიან აღმშენებლობის ციკლზე გადავა. ჩვენ აუცილებლად მოახერხებთ და დავაბრუნებთ ჩვენს დევნილებს და დავაბრუნებთ ღირსეულად. ჩვენ მოახერხებთ 20 წლიან ციკლზე გადავალ და მე თქვენთან ერთად ვიკრები და სანამ საქართველო არ აღავდება, სანამ საბოლოო შედეგს არ მივიღებთ, არცაც არ ვადირებთ. ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მეგრელების ნიჭიერებას გაუცვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორედ აქედან ელოდება კოალიცია ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებლის აღებას. პრემიერის შემდეგ ტრიბუნა გიორგი მარგველაშვილს დაეთმო, რომელსაც საარჩევნო პროგრამის იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა ეკონომიკის აღმავლობა. შეიქმნა უმნიშვნელოვანესი ბერკეტი ეკონომიკის გაძლიერების. ეს არის 6 მილიარდიანი ფონდი, 6 მილიარდიანი, ეს არის ის თანხა, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ტოლია. რეალურად, აი მეტია ამბობს ბიძინა. რეალურად ეს ის 6 მილიარდია, რომელშიც ვერასდროს ვერავინ ხელს ვერ აპატურებს და მთლიანად მოხმარდება ჩვენი სამშობლოს და თითოეულ საქართველოს მოქალაქის სიძლიერეს. 450 დევნილ ოჯახს მიეცემა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შენობები და სახლები. აი ამაში უნდა დაიხარჯოს ეს ფული, ეკონომიკაში უნდა დაიხარჯოს ეს ფული. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მაგალითი უნდა იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის. კანდიდატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ამორჩევლებს მადლობა გადაუხადა. ბუნებრივია ზუგდიდი განსაკუთრებული ემოციით იყო სავსე, თუნდაც იმიტომ, რომ აქ კიდე ბიძინა ესწრებოდა ამ შეხვედრებს და განსაკუთრებული სიტყვოთი ემოციით და მომავლის იმედით შევხვდით ხალხს და მივიღეთ საპასუხოდ იგივე ემოცია. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. პარლამენტის წევრმა ეკაბესელიამ კი სამეგრელოში ვიზიტი შეაჯამა. დღეს სამეგრელოს შეხვედრების შეჯამება მოხდა ზუგდიდში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მართლაც არჩევნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მთელი სამეგრელო აჩვენებს მართლაც გასაოცარ შედეგს ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრემიერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ზუგდიდი შეხვედრის დასრულების შემდეგ დატოვეს.